ქართული ოცნება საკუთარი ავტორიტარული ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს და ამ პროცესში დამხმარედ იყენებს ინსტიტუტებს, რომლებიც წესით ადამიანის უფლებების მონიტორინგზე უნდა ზრუნავდნენ, დაცვის ნაწილზე უნდა აკეთებდნენ აქცენტს და კანონის აღსრულებაზეც უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობა. რას იწვევს და როგორ აზიანებს ადამიანებს, ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის ქალებს, პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიდის, ინსტიტუტები, რომლებიც სრულად პარტიულ მექანიზმად იქცა, ამაზე ვისაუბრებთ დღეს პარტნიორობა ადამიანის უფლებების იურისტ თამარ ზარქუასთან და სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტთან მკვლევარ ანა პაპუაშვილთან ერთად. დიდი მადლობა მოსვლისთვის. სანამ დანარჩენ საკითხებზე გადავალთ, თავიდან ეგ რომ ითხრათ, რა არის თქვენი საქმიანობის ძირითადი სფერო, მოკლედ თქვენი ორგანიზაციები და პერსონალურად თქვენ რას საქმიანობთ? კი ბატონო, დავიწყებ. თამარ ზარქუა გახლავარ, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის. ეს ორგანიზაცია 2012 წელს ჩამოყალიბდა და იცავს შიშემოპირების, ბავშვების, ქალების უფლებებს. მე გახლავარ ცისხლის სამართლის ადვოკატი და სწორედ მე მიწევს მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობა, დაზარალებულის უფლებებს ვიცავ, ასევე ბოლო რამდენიმე თვეა რაც მოგეხსენებათ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ჩართული ვარ ქსელის საქმიანობაში, რომელიც აქციაზე უკანონოდ დაკავებულ და დაზარალებულ პირებს იცავს. ეს არის ჩემი ესე ვთქვათ საქმიანობის სფერო. მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში პოდკასტში მოწვევისთვის. მე ვარ ანა პაპუაშვილი და ვარ ამჯერად იურისტი მკვლევარი სოციალური სამართლიანობის ცენტრში. ეს არის ყოფილი ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი, ერთ-ერთი დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2012 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში და სოციალური სამართლიანობის ცენტრის საქმიანობა არის საკმაოდ მრავალმიმართულებით. ის ეხება, როგორც ვთქვათ, ინსტიტუციურ და დემოკრატიულ საკითხებს, ასევე ეხება შრომით უფლებებს, სოციალური დაცვის საკითხებს და ასევე სხვადასხვა უმცირესობების უფლებათა დაცვის საკითხებს. მე თვითონ 5 წელია სადღაც მუშაობ ორგანიზაციაში და ძირითადად ინსტიტუციურ რეფორმებზე იყო ჩემი საქმიანობა ორიენტირებული, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაზე, თუმცა დღევანდელი მდგომარეობიდან და ვითარებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში ხდება, უფრო ფოკუსირებული ამჟამად ვართ, ესე ვთქვათ, არა მხოლოდ სასამართლოზე, არამედ ზოგადად ეს ავტორიტარიზმის და დემოკრატიის უყუსვლის საკითხების ანალიზსა და კვლევას. პრინციპში სანამ დანარჩენ საკითხებს შევეხებით, ინსტიტუციურ რეფორმებზე მუშაობდით 5 წელი, თქვენ საერთოდ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ქართული ოცნების ასაკის არის ფაქტობრივად ეგრე გამოდის და ამ ორგანიზაციის თვალწინაც გაივლიდა ეს მთელი ცვლილებების და ტრანსფორმაციის პროცესი. ინსტიტუციური თანამშრომლობის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორი იყო და როგორ შეიცვალა სიტუაცია, რამდენად არის კონსტრუქციული მუშაობის თანამშრომლობის სივრცე საერთოდ დარჩენილი, მაგაზე რო ვთქვა. კი, მე სასამართლო ინსტიტუციურ რეფორმები და სასამართლო ზოგადად მიმართულებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოში, ესე ვთქვათ, მდგომარეობა დიდი ხანია უკვე დამძიმებულია ქვეყანაში და ეს არ არის ვთქვათ ბოლო 1 და 2 წლის ამბავი, ეს ჯერ კიდე ქართული ოცნების მმართველობის პერიოდის პირველი ვადიდან მოდის, რაც შეიძლება დღეს მოსახლეობის საზოგადოების დიდ ნაწილს აღარ ახსოვს. შესაბამისად, სასამართლო მიმართულებით მდგომარეობა თანამშრომლობის რესურსებთან დაკავშირებით გაცილებით დიდი ხანია გაუარესდა, ვიდრე ვთქვათ სხვა საჯარო ინსტიტუტებში. ერთადერთი უზენაეს სასამართლოდან ვთქვათ, როდესაც რაიმე ტიპის საჯარო ინფორმაციას ვითხოვით ან კომუნიკაცია გჭირდებოდა, უფრო მეტად უზენაეს სასამართლო ერთადერთი სტრუქტურა იყო ალბათ, რომელიც კავშირზე გამოდიოდა. დღეს ესეც აღარ არსებობს, ანუ უკვე სადღაც მეორე რუსული კანონის თემების შემოღების შემდეგ უკვე ეს კონტაქტიც გაწყდა და დანარჩენი მიმართულებითაც უკვე არანაირი თანამშრომლობის რესურსზე საუბარი არ არის. აქ ელემენტარულად ის რომ ინსტიტუტები ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა იქნებოდა, რა ვთქვათ, ინფორმაციის მოთხოვნაზე, კომუნიკაციაზე, ვთქვათ, მათ ვალდებულება აქვთ ხო საქართველოს მოქალაქეებს და ადამიანების წინაშე. ესეც სრულიად უგულებელყოფილია მათი მხრიდან და უბრალოდ კონტაქტზე არ გამოდიან არც არანაირი ტიპის ანგარიშვალდებულების მიმართულებით თავიანთ ვალდებულებას აღარ ასრულებენ უკვე.
და ამ პროცესში რაზეც საუბრობს ალბათ იგივე გამოცდილება და მსგავსი გამოცდილება თქვენს გექნებოდა და ამ პროცესში როგორია იშრომ და დაიცვას ცადო დაცვა მოწყვლადი ჯგუფების შშმ პირების უფლებებს იცავთ, ქალთა უფლებებს იცავთ, ბევრი ამ მსგავსი მიმართულებით მუშაობთ, იმის გათვალისწინებით რომ ეს ხდება და რაღაცნაირად ეს ინსტიტუტები ირღვევა და აღარც რეფორმებს და განვითარებაზე შრომა აღარ მიდის, აი რო წარმოგვადგენინოთ როგორია ამ პროცესში დაცვა. პირველ რიგში დავეთანხმები ანას, ნამდვილად გართულდა ეს ურთიერთობები და ეს თანამშრომლობა და ჩვენ გვიწევს მაინც თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებთან, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც იცავ მაგალითად დაზარალებული ბავშვის უფლებებს ან შშმ პირის უფლებებს, მინიმუმ კომუნიკაცია უნდა გქონდეს პროკურატურასთან, საგამოძიებო უწყებასთან, სასამართლოსთან და ასე შემდეგ. ნამდვილად შეიცვალა ეს ურთიერთთანამშრომლობა, ძალიან შეიძლება ითქვას, რომ რიგ შემთხვევებში გართულდა კიდეც, საჯარო ინფორმაციაზე ვიტყვი ასევე იმას, რომ ფაქტიურად აღარ გვაწვდიან და აღარც გვპასუხობენ, მაშინ როდესაც ამისი ვალდებულება აქვთ და ჩვენი საქმიანობაზეც რა თქმა უნდა აისახება ეს ყოველივე, მაგალითად შშმ პირთა რაღაც გარკვეულ საკითხებზე გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რამდენად შესრულდა გეგმა, თუმცა არც ერთმა უწყებამ არ მოგვაწოდა რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს გეგმა შესრულებული იყო, რა ძვრები გვაქვს, თუნდაც სასიკეთო ან გაუარესებული ხომ არ არის რაიმე. რა თქმა უნდა, ჩვენი საქმიანობაც ფერ ხდება ამ ყველაფრით და უფრო რთული ხდება. აი პრინციპში სანამ სასამართლო დარბაზამდე მივმალთ იქამდე რაღაცნაირად ქუჩაშიც მომისმენია სხვებისგანაც შემჩნევია პირადადაც რომ რაღაცნაირად დაცულებისგანაც და სულ უფრო და უფრო იკლებს მაგის მიზეზებზე რომ ვისაუბროთ რამდენად არის ეს საპოლიციო სისტემის სრული დაუშლების ნაწილი ან მათთვის იმ ძალაუფლებების მინიჭება რაც შეიძლება არ უნდა ჰქონდეთ და როგორია მოკლედ აი მოქალაქესა და საპოლიციო ძალებს სამართალდამცავ უწყებებს შორის აი ამ ურთიერთობის ნაწილში ხარვეზები რა შეგიმჩნევიათ ან რა წარმოდგენები გაქვთ პერსონალურად? კი ბატონო, მაგაზე გიპასუხებთ, რომ რა თქმა უნდა იმ ყველაფერმა, რაც ბოლო რამდენიმე წელიაც კი შეიძლება ვთქვათ, ხდება, გავლენა იქონია, რა თქმა უნდა. მაგალითად, როდესაც ქალი ხედავს აქციაზე, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას ქალებს პოლიციელები, ან დაკავებულ ქალებს სექსუალურად როგორ ავიწროვებენ, რა თქმა უნდა იმ ქალს ძალადობის შემთხვევაში აღარ აქვს ნდობა და აღარ აქვს იმის სურვილი მაგალითად რომ მივიდეს პოლიციაში, დაწეროს განცხადება, მოითხოვოს რეაგირება. ამ საპოლიციო ძალების მთლიანად ამ პროცესებისკენ მიმართვამ გამოიწვია ზუსტად ეს უნდობლობა, დანაშაულის გაზრდა, იქიდან გამომდინარე რომ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის რომ ნოემბერი-დეკემბრის აქციებამდე ჩვენ გაზაფხულზეც ყავდა დაახლოებით 53 დაზარალებული და მოგეხსენებათ რომ არც ერთი პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული ნოემბერ-დეკემბერში ყავს დაახლოებით 400-მდე პირი ეს ფაქტები რა თქმა უნდა დაზუსტებულია სამედიცინო დასკვნებიდევ საქმეში თუ როგორ აწამებდნენ ადამიანებს თუმცა არც ერთი პირი არ არის დასჯილი და პასუხისგებაში მიცემული შესაბამისად მაგალითად აქტივისტებზე განსაკუთრებულად აქტივისტ ქალებზე როგორი დამოკიდებულებაც აჩვენა სამართალდამცავმა უწყებამ და როგორცაც ხედავთ და ტელევიზიითაც იყო მაგალითად ესეთი კადრი როგორ ეძახდა რაღაც ასლარიანებს მაგალითად პოლიციელი ქალებს რომლებიც აქციაზე იდგნენ და ესე ვთქვათ გამოხატავდნენ საკუთარ აზრს ქმნის ეს ყველაფერი ბარიერს ქმნის ეს ყველაფერი იმას რომ ნდობა ეკარგება ამ დროს მოქალაქეს და აღარ უნდა პოლიციასთან ურთიერთობა რა თქმა უნდა დანაშაულის გაზრდილია მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის რომ თუნდაც ქვიარქალების შემთხვევაში მე როგორც ვიცი საერთოდ პოლიცია აღარ ახდენს უკვე რეაგირებას როდესაც ისინი მიმართავენ თქვათ პოლიციას რაღაც საკითხებზე შესაბამისად უკვე მივედით იმ დონემდე რომ ადამიანები თავს იკავებენ მიმართონ ისეთ უწყებას რომელიც ვალდებულია რომ აღნიშნულ საკითხზე მოახდინოს რეაგირება და მეცაც გეტყვით თუნდაც ეხლა ეს ბოლო დღის ამბები არის ჭხრეკა ამოღება დავინახეთ ხო ყველა მაგალითად როგორ ხდებოდა ქალი აქტივისტების სახლში ხო ამას ჰქონდა ყოველგვარი ისეთი ხასიათი რომ დაშინებას ისახავდა მიზნად მაგალითად არ იყო გათვალის
გაქრისტიანებული ორსული ქალის ბავშვის საჭიროებები და ასე შემდეგ. ამიტომ არ არის მე მგონი გასაკვირი, რომ ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ აღარ სურს ქალებს თუნდაც ან სხვა მოწყვლად ჯგუფებს ურთიერთობა პოლიციასთან და აღარ აქვს დობა. რამდენად შეიძლება ითქვას, რომ ეს მოცემულობა იგივე მიმართვები და რემარკები, რაც ქალების მიმართ აქციებზე იყო, ასევე ბევრი ადამიანისგან, რომელიც მათ შორის დაკავებების მანქანებში იყო, რომლებიც დაკავებული იყო, ამბობდა ჰომოფობიური მიმართვებზე, რამდენად შეიძლება ითქვას, რომ ინსტიტუტში შინაგან საქმეთა სამინისტროში რაღაცნაირად ეს პრაქტიკა დამკვიდრდა, რომ რაღაცა წარმოდგენებს აწარმოებენ მათ შორის ქალების მიმართ თუ ქვიარ ადამიანების მიმართ, ან ზოგადად რაღაცა ჰომოფობიური სივრცე იქმნება შიგნით. ეს რაღაცა თანმიმდევრულ პროცესად უნდა დავინახოთ, რომ რასაც შიგნით ახორციელებენ, თუ უბრალოდ ესე უცნაურად გამოავლინა ამ პროცესმა და ზედაპირზე ამოიტანა, რაც ისედაც ყოველთვის იყო. ხო, ანუ ზოგადად ახლა ცოტა შორიდან და ძალიან საბაზისო რაღაცებიდან რომ დავიწყოთ, ანუ სახელმწიფოს რისთვისაც ვქმნით ადამიანები პირველ რიგში და რისთვისაც ესე ვთქვათ, ითვლება რომ ჩვენს თავისუფლებებს გადავსცემთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ეს არის პირველ რიგში ჩვენი მოთხოვნა არის უსაფრთხოებაზე, ხო? უსაფრთხოებას და იმაზე, რომ საზოგადოებამ და ადამიანებმა ერთობლივად თანაცხოვრების დროს ესე ვთქვათ, დაცულად ვიგრძნოთ თავი, ხო? და იყოს რაღაცა ინსტიტუციები, დამოუკიდებელი ინსტიტუციები, რომლებიც ამ უსაფრთხოებას და ჩვენ მშვიდ თანაცხოვრებას უზრუნველყოფს. და ამისთვის ვქმნით ვთქვათ არა ერთი ინსტიტუციას, რომელს ხელში ძალაუფლება მოიყრეს თავს, არამედ ამ ძალაუფლების ესე ვთქვათ დაყოფას და დაქსაქსვას ვახორციელებთ სახელმწიფოში და იმისთვის რომ ვთქვათ არა მხოლოდ ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოს ამ ინსტიტუციებმა და ინსტიტუციების სახე ვინც არის ხო ადამიანები არამედ თვითონაც დააბალანსოს საკუთარი თავი. როდესაც ეს ინსტიტუციები ყველა აბსოლუტურად თანმიმდევრულად ექცევა კონკრეტული ერთი პარტიის მართვის ქვეშ, გამოდის რომ არა მხოლოდ ის ბალანსი ირღვევა ვთქვათ, რაც ამ ორგანოებს ერთმანეთში აქვთ, არამედ ასევე ირღვევა მათი ძირითადი ფუნქციები, ხო? და უკვე ხდება ის, რომ პარტია იყენებს არა მხოლოდ ზუსტად საზოგადოების სამართავად, ხო? და ამას ყველაზე მეუკეთესად ახორციელებს, ვთქვათ, ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით. ხო, თანამედროვე ავტორიტარულ სისტემებზე, როდესაც საუბრობენ, ანუ ექსპერტები, მკვლევარები, პირველი მთავარი საყრდენი, რაც თანამედროვე ავტორიტარულ რეჟიმებს გააჩნიათ, ეს არის ძალადობრივი, ანუ სისტემა, ესე ვთქვათ, ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც მზად არიან, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თუ კი ეს პარტიის დაკვეთა და სურვილი იქნება, აი ეს ძალადობა გამოიყენონ განახორციელონ, ვთქვათ, საზოგადოების დაუმორჩილებელი ნაწილის წინააღმდეგ. ეს არის მთავარი ღერძი. შესაბამისად, როდესაც ამ ტიპის გამოვლინებას, ხო, მმართველი პარტიის მხრიდან უკვე ამ ძალოვანი სტრუქტურების თავისოთ გამოყენებაზეა საუბარი და ეს აშკარა არის, ხო? და ეს უკვე მე ვიტყოდი, რომ წლებია მიმდინარეობს და ძალადობა არის წახალისებული საზოგადოებაში. იქ თავისთავად ამაში შემთხვევითი არაფერი არ არის, რომ საზოგადოების ესე ვთქვათ, ყველაზე მე ვიტყოდი, ბნელი ინსტინქტები იღვიძებს და თუ კი ვთქვათ, რაიმე სტერეოტიპები არსებობს საზოგადოებაში, არასწორი დამოკიდებულებები არსებობს, ხო? ეს ძალადობისკენ მიდრეკილებები არსებობს, ყველაფერი აბსოლუტურად იჩენს თავს. და ეს არის აბსოლუტურად თანმდევი შედეგი, ეს არ არის გასაკვირი შედეგი და მეორე ჩვენ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ წლებია უკვე მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას და ყოველგვარ ისეთ ტიპის თავდასხმებს ასევათ არ მხოლოდ მისი ოპონენტების, ვთქვათ, ნებისმიერი საზოგადოების ნაწილის მიმართ, ვთქვათ, ვინც მას არ ეთანხმება და ვთქვათ, იგივე საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, ხო, ჩვენ ნახეთ ამას წინათ რამოდენიმე დღის უკან, იგივე ირაკლის არქვამ, როგორ ვთქვათ, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა, ხო, ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მიმართ. როდესაც თვითონ ხელისუფლებაში მყოფი პარტია ახალისებს წლების განმავლობაში ასევე ასეთი ტიპის ძალადობას ეს გამონათქვამების მეშვეობით იქნება თუ ასე შემდეგ, ცხადია ეს მე სარკისებრულად აირეკლება საზოგადოებაში და პირველ რიგში ძალოვან სტრუქტურებზე, იმიტომ რომ ძალოვანი სტრუქტურები არიან მათი ეფექტური კონტროლის ქვეშ და ისინი არიან მათი მთავარი საყრდენი ამ სისტემაში და ცხადია რომ ესეთი განწყობები მათზე გადადის პირველ რიგში და ეს ჩვენ მოგვისმენია კიდევაც აი ბოლო აქციების განმავლობაში, რომ ეს ხალხი რეალურად შეიძლება მართლა ისეც ფიქრობს.
რამდენად შეიძლება ითქვას, რომ აი იგივე ეს რაც ძალაუფლებასაც აძლევენ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს და ის რომ მე მათ არ მოეთხოვებათ პასუხი არაფერზე, საბოლოო ჯამში შეიძლება მიანიშნებდეს იმას, რომ თვითონ ეს ადამიანები შეიძლება იქცნენ იმ მიკროსოციუმებისთვის, რომლებშიც არსებობენ საფრთხეთ. და მათ შორის მოწყვლადი ადამიანებისთვის, ვინც მათ გარშემო არიან, იქნებიან ეს ოჯახის წევრები თუ სხვები. ცხადია, რა თქმა უნდა. აქ აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ იმდენად თქვათ კონდათ მოლოდინი, რომ არავინ მათი პასუხისგებლობის საკითხს არ დააყენებდა, რომ ძარცვავდნენ ადამიანებს, მაგალითად მოპარეს ტელეფონები და ეს ტელეფონები ჩაირთო. რეალურად ლოკაციები ვიცოდით, მაგალითად რამდენიმე საქმეზე სად იყო ბოლოს ეს ტელეფონი, მივაწოდეთ ეს ყველაფერი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. თუმცა, როგორც იცით, არც რომელიმე ნივთი დაბრუნებია, მაგალითად ეს ამ პირებს და არც რომელიმე მათგანი მიცემულა პასუხისგებაში. რეალურად, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი არ აქვს მნიშვნელობა საპატრულო პოლიცია იქნება, კრიმპოლი თუ სპეციალური რაზმის დანიშნულების წევრი, ახორციელებს თქვათ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ყაჩაღობა იყო რიგ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, პირდაპირ რომ დავარქვათ სახელი, იარაღის მუქარით ნივთებს ართმევდნენ ადამიანებს, მანიც ის რომ არ დაისჯება, იმიტომ რომ მინიმუმ იმის რისკი არსებობს, რომ ეს ტელეფონი ჩაირთოს, მინიმუმ იმის რისკი არსებობს, რომ ტანსაცმელი ან სხვა რაღაც ნივთი ამოიცნოს თქვათ იმ პირმა, ვინც დაზარალებულია, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო მათთვის შემაკავებელი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი აისახება ამ სოციუმზე, ასევე ძალიან რთული იქნება თქვათ ისეთი ქალებისთვის პოლიციისადმი მიმართვა, ვინც თვითონ თანამშრომელი, ვისაც მაგალითად თანამშრომელი ქმარი ყავს და მათი მხრიდან არიან ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლები, იმიტომ რომ როდესაც სისტემა პირდაპირ გვაჩვენებს იმას, რომ პოლიციელები არ ისჯებიან ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არ იქნება ეფექტური თქვათ მიმართვა ამ ადამიანების აზრით. ისედაც ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო წელში ალბათ განსაკუთრებით დაჩქარდა ეს პროცესი, რომ რაღაცნაირად ეთნიკურად ქართველები, კაცები, ამ პოლიტიკის შემქმნელებიც არიან აღმასრულებელ ისედაც არ გვქონდა ეხლა მაინც და მაინც მრავალფეროვანი წარმომადგენლობითი ამბავი არც პარლამენტში და არც ნებისმიერ სხვა ინსტიტუტში, მაგრამ შეიძლება თუ არა ითქვას, რომ კიდევ უფრო დავიწროვდება ის რაღაცა ძირითადი პრიორიტეტები ან ორიენტირები, რომელზეც ზრუნავს ეს ხელისუფლება. პრინციპში რაზე ზრუნავს ალბათ ძალაუფლების განმტკიცებაზე, მაგრამ ამ პროცესიდან ალბათ ხო არ უნდა ველოდეთ უფრო მეტად ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეების, ქალების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების კიდევ უფრო გარიცხვას და რავი, ნაპირზე ჩაწევას რა. აი მაგალითად ოცნების სიაშიც კაცებმა კიდევ უფრო ჩაანაცვლეს ქალები და ეგრე იყო, რავი, ანუ კვოტირების წარმომადგენლობითი ორგანოებში გახსოვთ ხო, ალბათ რომ თვითონ ოცნების პერიოდში იყო ეს ვთქვათ იგივე ევროსაბჭოს სტანდარტებთან შესაბამისად და თვითონვე გააუქმეს შემდგომში აი ეს დგომები და ვნახეთ შემდეგ როგორ შეიცვალა ვთქვათ მათი პარტიული სიები ამ პერიოდში და ცხადია ეს ჩვენ უკვე მე ვიტყოდი რომ არის სახეზე ესეთი სხვადასხვა ვთქვათ უმცირესობების მიმართ გაზრდილი მტრული დამოკიდებულებები შეიძლება ითქვას, ხო? იგივე ვთქვათ ჩვენ ერთ-ერთი ბათუმის აქციების მედროში საქმეც ვიცით, როდესაც ვთქვათ ამ ადამიანის გასახლებას და გაძევებაზე არის საუბარი, ხო? ასევე აქ ძალიან საინტერესოა იგივე ჩვენი ორგანიზაციის საქმე რომელიც იყო ხო აფგან სადიგოვის ეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რომელსაც ესე ვთქვათ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალიან სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედა თორემ ვთქვათ მათთვის ქართული ოცნებისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ის რომ ეს ადამიანი ვთქვათ უკან იგივე აზერბაიჯანში დაებრუნებინათ მიუხედავად იმისა რომ ვთქვათ ეს არსებობდა საშიშროება ვთქვათ რომ ეს ადამიანი იქ დაევნას დაექვემდებარებოდა ცხადია ესეც ასევე თანმდევი შედეგი არის ამ
ყველაფერს, თუმცა ანუ ეს ერთი მხრივ ეს ძალიან მე ვიტყოდი რომ საშიშ სენტიმენტებს შეიძლება აღვიძებდეს ესე ვთქვათ ქართული ოცნება ამ პროცესში აი მიზანმიმართული პოლიტიკით რაც თქვენ ახსენეთ იგივე ხო ვთქვათ აი ეს ეთნიკური ქართველების ვთქვათ იგივე ქრისტიანების მათ შორის მართლმადიდებლების უპირატესობის მინიჭებით რაღაცნაირად მაშინ როდესაც საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეიძლება თანაბარი დაცვით და ყურადღებით ეს დიდი ხანია ისედაც ასეა მე ვიტყოდი სხვადასხვა სფეროში იგივე განათლების მიმართულებით მაგალითად ეთნიკური უმცირესობები ხო ანუ რელიგიური უმცირესობების თემა როდესაც ვთქვათ ამ ქვეყანაში ამდენი გაწეული შრომის მიუხედავად მაინც ესე ვთქვათ თანასწორ მიდგომებს და მოპყრობებს არ ხორციელდება თქო სახელმწიფოს მხრიდან მაგრამ ეხა უკვე მე ვიტყოდი რომ უფრო ცუდი მდგომარეობა იმ მხრივ რომ შეიძლება პირიქით აი ეს ნაციონალისტური სენტიმენტები იქნება ეს თუ რაღაცა რელიგიური ნიადაგზე დამყარებული რაღაცა სენტიმენტების გახო და მასკულინური აუცილებლად რომელიც ესე არათუ ვთქვათ დაუსჯელობის სინდრომით არის ეს ყველაფერი ნაკარნახები როგორც თქვი ასევე აქტიურად არის წახალისებული თანამდებობის პირების და პოლიტიკოსების მხრიდან და ეს აუცილებლად ახდენს ადრე თუ გვიან გავლენას საზოგადოების მიმართ ხომ პოლიტიკოსები ვთქვათ როგორ მოიხსენებიან ქალებს და ვთქვათ თანამდებობის პირები როგორ ესაუბრებიან ქალ აქტივისტებს, ქალ ჟურნალისტებს და მერე როგორ ესაუბრება ვთქვათ პოლიცია ან სამართალდამცავი უწყება ქალებს. ეს პროცესი დავეთანხმებიანას რომ დაწყებული იყო ისედაც, თუმცა ძალიან მწვავე ფაზაში შევდივართ ახლა ამ კუთხით, იმიტომ რომ ახლა უკვე დაიწყო თითქოს ესეთი რაღაც ნარატივი ვრცელდება საზოგადოებაში, რომ აი ქალები რაღაცა ცოტა უნდა გაჩუმდნენ, თორე ზედმეტს ლაპარაკობენ, ზედმეტს ხო რასაც უყურებთ, ანუ უფრო აი ის თქვათ პროგრესული მიმართულებები თქვათ, რაც საზოგადოებაში ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად ნელ-ნელა თქვათ მივდიოდით წინსვლისგან, ეხა უკვე უკუსვა არის დაწყებული ამ მიმართულებით და პირდაპირ მტრებად აცხადებენ ამ შემთხვევაში. იქნება ამას შედეგი ადრე თუ გვიან ეს ძალიან კანონზომიერია, როდესაც თქვათ ხელისუფლება ეს სხვათა შორის ერთ მიგნებასაც გავაკეთებდი, ესეც ეს პროცესიც იყო აქამდეც, თუმცა ეხლა კიდევ უფრო მეტად გამწვავებული იგივე მაგალითად სხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან, ადვოკატების მხრიდან სასამართლო პროცესებზე თუ ქალი უფლებადამცველია ან არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს მიმართული იგივე სექსუალური შევიწროების საქმეზე, გაუპატიურების საქმეზე, პირდაპირ მოდის ეს ნარატივი, რომ აი ქალები იგონებენ, ქალებს კაცები ეზიზღებათ, რაღაც იყენებენ ამ ყველაფერს იმისთვის, რომ ვიღაცას არ ვიცი, გაუნგრიონ ცხოვრება და ასე შემდეგ. ეგ ყველაფერი ზუსტად იმის შედეგია, რომ ხელისუფლება რეალურად ახალისებს და თვითონ პოლიტიკოსებს. ეს დამოკიდებულებები შეიმჩნევა ვისგან მოსამართლე თუნდაც მეორე მხარის წარმომადგენლების მხრიდან მაგალითად თუ ბრალდებულს ყავს ადვოკატები სასამართლოს რაც შეეხება ანუ რა თქმა უნდა სასამართლო ამ შემთხვევაში მეტად არ გამოხატავს ნუ ესე მწვავედ არ გამოხატავს თუმცა უკვე მაგალითად ქონდა ჩემს ერთ კოლეგას ესეთი შემთხვევა რომ ძალიან ესე მკაცრად ესაუბრებოდა მაგალითად ბავშვის თვალწინ ადვოკატს მოსამართლე და ეუბნებოდა რომ ეხლა თუ არ გაჩერდებოდა გააძევებდა მაშინ როდესაც ბავშვი შეკითხვებზე პასუხსცემდა სექსუალური შევიწროების საქმეზე მოსამართლეს და თქვენ იცით რომ ბავშვების მიერ დროს დაუბრკოლებლად აქვს უფლება რომ მიიღოს იურიდიული კონსულტაცია ადვოკატიც ზუსტად იმიტომ მჭირდება სასამართლო პროცესზე და ესეთი შეკითხვაც კი დაუსვა მოსამართლემ რომ ნამდვილად ესე იყო თუ ადვოკატმა გითხრა ხო ეს უკვე რაღაც დისკრედიტაციაც არის ამ შემთხვევაში ხო იგივე პროფესიის ქალის ადვოკატის და ასე შემდეგ ისედაც ხო ეგ მაგნაწილზე ისედაც მინდოდა კითხვა რომ როცა ესე ტრადიციებიან ორგანიზაციები მე თქვენ როგორც ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანები ისედაც აი ეს რაღაცა განწყობები მათ შორის რაღაცა ინსტიტუციური ცვლილებებზე მუშაობის თუ სასამართლო დარბაზში მუშაობის ნაწილში რამდენად ამჩნევთ აი ამ რაღაცა პერსონალური დამოკიდებულებების ცვლილებას ან შემოტრიალებას ეგ მე ვიტყოდი რომ ეგ მართლა წლები არის უკვე ასია ჯერ კიდე ანუ ვიდრე
პირდაპირ ყველაფერ პირველი რუსული კანონი ვიდრე იქნებოდა შემოღებული, ხო? როდესაც ვთქვათ იქ რაღაცა ოფიციალურად აგენტად მოხსენიებაზე მიდგა საქმე, თუმცა მანამდე მე ძალიან კარგად მახსოვს ჯერ კიდევ გავახსენებდი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესი, როცა მიმდინარეობდა მაგალითად პარლამენტში და ვთქვათ სასამართლოს მიმართულებით იყო შეხვედრები, მათ შორის მმართველ პარტიასთან, რომელსაც სამუშაო ჯგუფები უნდა შეექმნა იმ პერიოდში და ერთ-ერთი ეს სასამართლო რეფორმის მიმართულება იყო და მე ძალიან კარგად მახსოვს მაშინ შედარებით ახალი მოსული ვიყავი სამოქალაქო სექტორში და აი ეს ღიად მტრული დამოკიდებულება რაღაცნაირი ამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიმართ და ძალიან პირდაპირ ან თუნდაც საკომიტეტო ხდომებზე, რომელიც აბსოლუტურად საჯარო იყო და იმ პერიოდში ვთქვათ, მე მახსოვს ძალიან კარგად, ანუ ანრი ოხანაშვილი, რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო იმ პერიოდში, აი ესე პირდაპირ სახელებით, გვარებით, აი მომართვით, რომ აი ჩვენ, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენ მუშაობთ ესე რაღაცა არასწორი მიმართულებით და აი არასწორ ანგარიშებს ვდებთ იმისთვის, რომ თითქოს სასამართლო სისტემაში ყველაფერი ძალიან კარგად არის და აი რაღაცა საერთაშორისო პარტნიორებს ჩვენ არასწორ ინფორმაციას ვაწვდით და ამით ჩვენი ქვეყნის მომავალს ეჭქვეშ ვაყენებთ. ანუ ეს აშკარად მტრული დამოკიდებულება პიროვნულ დონეზეც და მახსოვს ერთხელ რომ ანუ უთხარით სიტყვა რომ შეუგნეთ, არა ის თქვენ პირადად კი არ გეხებათ, მაგრამ აი ზოგადად კრებსითად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ხართ, ეგრე გვიპასუხა ზუსტად. ამიტომ ეს ახალი არ არის სამწუხაროდ ეს უკვე წლების ამბავია, რომელმაც უბრალოდ კანონმდებლობაში მოიპოვა ოფიციალურად ასახვა და ოფიციალურად კანონმდებლობის დონეზე გაფორმდა და როდესაც ვთქვათ სამოქალაქო სექტორი იგივე თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოში თავობდა და ამბობდა და ამტკიცებდა რომ ეს ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს მოიტანს მათ შორის და ღირსების შემლახავია სამოქალაქო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ეს რეალურად მართლაც ასეა ხო ანუ ეს არ არის და ყველამ ალბათ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და აქტივისტები ვინც არიან ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ როდესაც უშუალოდ ანუ ინსტიტუციონალიზებული გახდა რაღაცნაირად საკანონმდებლო დონეზე ეს ყველაფერი რომ ნამდვილად ღირსების შემლახველი და ძალიან დამამცირებელი არის ესეთი მიდგომები თუმცა სანამდეც არის შესაძლებლობა მიუხედავად საქმის გაკეთება უნდა განაგრძო იმიტომ რომ გაცილებით მაღალი ინტერესებით გავაგრძელებ ძალიან მოკლედ ანას დავეთანხმები იმაში რომ ეს პროცესები შეიძლება იყო დაწყებული თუმცა მე მაინც ვიტყოდი რომ ეხლა კიდევ უფრო მეტად ვხედავთ ამ ყველაფერს და ეხლა უკვე საუქმოდ აღარ ერიდებიან მაგალითად ერთ-ერთი ისევ და ისევ სექსუალური ძალადობის საქმეზე, სადაც ბავშვი იყო მსხვერპლი, მთელი პროცესი, სანამ შემაკავებელს ვიხილავდით, ქონდა ადვოკატს პოზიცია ის, რომ აი არასამთავრობო ორგანიზაცია და ესეთი მტრები და აგენტები და ასე შემდეგ და მეცაც გეტყვით ერთ-ერთ პროცესზე, იქაც არასრულწლოვნის საქმე იხილებოდა სექსუალური ძალადობის, ადვოკატმა პირდაპირ კითხა მსხვერპლს, რომ ამათ რატომ მიმართე. ხო, აი ეს დამოკიდებულებები კიდევ უფრო მწვავედ წამოვიდა, თუმცა რა თქმა უნდა ანას დავეთანხმებით ჩვენ ერთი დღითაც არ შეგვიწყვეტია ამ შემთხვევაში ბავშვების დახმარება, შიშმოპირების დახმარება, ქალების დახმარება და ასე შემდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას იმ პირობებშიც კი, როდესაც უკვე სასამართლო დარბაზებში აშკარად და საოქმოდ გვესხმიან თავს, თუნდაც მოსამართლეების დამოკიდებულებაზეც გეტყვით ერთ-ორ სიტყვას მაგალითად არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც ესე პიროვნულად თქვათ სხდომის ოქმის გარეშე გვეუბნებიან, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გააგრძელოთ მუშაობა, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, თუმცა იგივე რომ მიუბრუნდეთ აქციების საქმეებს, ძალიან კარგად ჩანს, როგორი დამოკიდებულება აქვს მოსამართლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიმართ და როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენს მიმართ, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა თქვათ რაიმე ხარვეზით აქვს თუ არა წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს აგვიანებს თუ არა პროცესზე, რამდენად იცავს მის პოზიციას, ზოგ შემთხვევაში მოსამართლე გამოდის, ესე ვთქვათ, და ინკვიზიციურობას ითავსებს და შესაძლოს როლს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ესეც, თუმცა რაღაც მეორე მხარეს უსაზღვრავს მაგალითად მხოლოდ 3 ან 5 წუთს იმისთვის, რომ დასვას შეკითხვები ძალიან ესეთ საქმეზე. უფრო მეტად მტრული დამოკიდებულება ჩვენს ვიდრე აქამდე იყო. რა თქმა უნდა, აქ არ გულისხმობ მთელ სისტემას და ყველა საქმეს, თუმცა ძალიან კარგად დაგვანახა ჩვენ მაგალითად ადვოკატებს და უფლებადამცველებს ამ აქციის საქმეებმა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაც თითქოს პიროვნულობამდე დავიდა ეს სასამართლოს დამოკიდებულებები იგივე ჩვენს მიმართ.
აი ამ გართულებულ საქმიანობაზე როცა ვსაუბრობთ, ალბათ მსმენელისთვის საინტერესო იქნება იმის მოსმენაც. ზოგადად უფლებადაცვით პროცესზე, უფლებადაცვით ამბებზე როცა ვსაუბრობთ, გასაგებია რომ სახელმწიფო პროაქტიულ უნდა იყოს, მაგრამ რო წარმოადგენინოთ ან თქვენი შეფასება რო გითხრათ, როგორი იყოს სახელმწიფოს ჩართულობა იმისთვის, რომ უფლებადაცვითი მიმართულებით და აქ შეიძლება ბევრი მიმართულებაზე გავშალოთ, მაგრამ აი ზოგადად როგორი იყო მათი მცდელობა, რომ რაღაცნაირად გაუმჯობესებელი იყო სიტუაცია და პრაქტიკის ნაწილად ქცეულიყო თუ საკანონმდებლო სივრცეში ასახულიყო ის, რომ რაღაცა ადამიანის უფლებათა დაცვის ნაწილი უკეთ ყოფილიყო გარანტირებული და როგორი იყო როლი არასამთავრობო ორგანიზაციების ამ პროცესში, როცა ასრულებს თუ არ ასრულებს, მაგაზეც უნდა გკითხოთ და აი ეს ურთიერთმიმართება, როცა ადამიანის უფლებებს ეხება საკითხი, ჩართულობა როგორი იყო არასამთავრობოების, როგორი იყო სახელმწიფოს, რა აი სად იკვეთებოდა ამ ორის როლი. კი ბატონო, ძალიან მოკლედ ვიტყვი მე და შემდგომში ანა გააგრძელებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენ გვქონდა რაღაც პერიოდი, როდესაც თანამშრომლობდით ასე თუ ისე სახელმწიფოსთან, მაგალითად მე შემიძლია ძალიან პოზიტიურად გავიხსენო ის პერიოდი, როდესაც იქმნებოდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგია, კითხვარი და ასე შემდეგ და ჩვენც არასამთავრობო სექტორის ჩართულები ვიყავით ამ ყველაფერში, ჩვენს აზრებს უზიარებდით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იგივე ძალიან ბევრ შეხვედრას ვესწრებოდით, აისახა კიდეც ჩვენს მიერ მიწოდებული რეკომენდაციები. დღეს უკვე ყველა მე მგონი და ამოიღეს, რომ საერთოდ სამოქალაქო სექტორის ჩართულობა საკანონმდებლო დონეზე აღარ არსებობს და ისედაც აღარ აინტერესებს ესე ვთქვათ და სავალდებულოდ გასათვალისწინებელი არც იყო პრინციპში ჩვენი აზრი. შესაბამისად, ხო, ეხლა უკვე ეს ყველაფერი ფაქტიურად ეს კითხვა გამიჩნდა იმიტომაც, რომ ეხლა როცა ამბობენ, რომ რაღაცა ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენით დავაფინანსებთ, მაგრამ რაღაცა ეს შეიქმნება გონგოები, რომლებიც ამ პროცესში იქნებიან, აი თუ ეს რაღაცა მაკონტროლებელი ვინც იყო და ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც მეტწილად იყვნენ მაკონტროლებლების სახელმწიფოსი, თუ ეს ნაწილი სრულად იხშობა და ისინი ილუზორულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შემოაგორებენ, აი მსმენელს რო ავხსნათ, რამდენად შეიძლება ეს მოლოდინს ქმნიდეს, რომ ეს მაკონტროლებელი ფუნქცია საერთოდ იარსებებს რა. კი, მე დავეთანხმები თამაშოს ზუსტად, ანუ ჩვენ წლების განმავლობაში ვთქვათ, ღია მმართველობის პროგრამაში მონაწილე იყო საქართველო და ვთქვათ, ერთ-ერთ ლიდერ ქვეყნად ითვლებოდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ აი გარედან, ესე ვთქვათ, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის ჩართულობა უნდა ყოფილიყო, ვთქვათ, ახალისებული და კი, სწორად აღვნიშნეთ, რომ საკანონმდებლო დონეზე იყო გამტკიცებული, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა მთელ რიგ სფეროებში იყო სავალდებულო, ხო, მათ შორის. მაგალითად, ჩემი მიმართულებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ვთქვათ, იუსტიციის საბჭოში, რომელიც მთავარი თვითმმართველი ორგანოა სასამართლოში, ვთქვათ, 4 წელს ირჩევდა პარლამენტი და ანუ კანდიდატურების წარდგენა ხდებოდა თქვათ უნივერსიტეტების და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების მხრიდან. დღეს ეს საერთოდ მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში ქართულ მოუწმე საერთოდ ამოიღო კანონმდებლობიდან და პირდაპირ თქვა, რომ განმარტებით ფარათი რომ ნახოთ თქვენ ამ საკანონმდებლო პაკეტის, იქ წერია, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს სუვერენიტეტი იქნას განმტკიცებული ქვეყანაში და სამოქალაქო სექტორმა ვეღარ შეძლოს გავლენა პოლიტიკის სფეროზე, რაც ამდენი ხანი შეცდომა ჰქონდა დაშვებული, ესე ვთქვათ, ახლობით ეგეთი ნარატივი არის. და ჩვენ ვხედავთ ასევე ზუსტად იმას, რომ აი გრანტების შესახებ კანონი, რაც ვთქვათ, ბოლო პერიოდში მიიღო ხელისუფლება მეემსახურება სწორედ ხელისუფლების აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან კონტროლს ვის ექნება ფინანსური რესურსები, ვისთვის იქნება ხელმისაწვდომი ამ ქვეყანაში, რომელსაც ორგანიზაციებისთვის, რომელიც სამოქალაქო სექტორს, ესე ვთქვა, სექტორის ნაწილად შეიძლება მოიაზრებდეს თავს. კი, თუ ეს არ იქნება რეალურად ეგრეთ წოდებული watchdog ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელისუფლებას, პოლიტიკურ ხელისუფლებას უწევდა კონტროლს და სასამართლო ხელისუფლებასაც, შედეგად მივიღებთ სიტუაციას რას, რომ ანუ ფურცელზე შეიძლება ქაღალდზე რეალურად არსებობდეს სამოქალაქო სექტორი, რომელიც პრაქტიკაში არის არახელისუფლების მაკონტროლებელი და ვთქვათ მისი საქმიანობის, ესე ვთქვათ, მონიტორინგის პასუხისმგებელი დაწესებულებები და ორგანიზაციები, არამედ მათთვის აი როგორ ვთქვა
გასამართლებელი ხო ანუ ის რომ რაღაცა ანუ სამოქალაქო სექტორი არსებობს ვითომ ქვეყანაში რომელიც სინამდვილეში საკუთარ საქმეს არ აკეთებს ისე როგორც თქვა შეიძლება მედიაზე ვთქვა რომ არსებობს მაგრამ რაღაცა კონკრეტული მედიები რამდენად ახორციელებენ თქვა თავიანთ საქმიანობას კეთილსინდისა და კიდე ცალკე საკითხი ამიტომ კი ეს იქნება რაღაცა მომდევნო სექტორი რომელიც მოჩვენებითად იარსებებს მაგრამ არაფერი საერთო მას მის რეალურ ვალდებულებებთან და სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან საერთო არაფერი არ ექნება. ორი სიტყვით დავამატებ, აი მე ძალიან რთულად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მაგალითად ჩვენი ორგანიზაციის საფუძვ მაგალითზე რომ ვთქვათ, რომელმაც სახელმწიფოს გაეროს კომიტეტში მოუგო დავა და აფინანსოს სახელმწიფომ, როგორ შეიძლება ჩვენი საქმეები, რომლებიც გვაქვს მაგალითად სახელმწიფოს წინააღმდეგ, სხვადასხვა ინსტიტუციების წინააღმდეგ, ზრუნვის აგენტოს წინააღმდეგ და ასე შემდეგ, ვთქვათ, სტრასბურგში გვაქვს საქმეების უმეტესობა, სადაც სახელმწიფოს ვედავებით მოგეხსენებათ დააფინანსოს ისევ და ისევ სახელმწიფომ. რა თქმა უნდა მოჩვენებითია და რა თქმა უნდა ისინი არაპირებენ ამ ყველაფრის დაფინანსებას, მათი მიზანი არის ზუსტად ჩვენი ფუნქციონირების შეწყვეტა და ალბათ არ ვიცი თუ წავა და თუ იარსებებს რაიმე ორგანიზაცია, შეიძლება არც წავიდეს საერთაშორისო ვთქვათ მექანიზმები არც გამოიყენონ, თუმცა თუ წავა ცოტა ისეთი საქმეები წავა რომელიც ალბათ წარმოაჩენს რეჟიმს უფრო კარგად. ხო, თუმცა ეს ძალიან საინტერესო არის, ანუ თვითონ რეჟიმი დღევანდელი მდგომარეობით როგორ სიტუაციაშიც არის, ხო? ანუ ეს აღარ არის ის ეტაპი, როდესაც ქართული ოცნება რაღაცნაირად ეს იყო წლების განმავლობაში, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ მათ აქ ყველაფერი ისე ცუდად არ იყო, როგორც იყო. ეს ეტაპი, ჩემი აზრით, რეჟიმს დღეს გადალახული აქვს და რამდენად საერთოდ საჭიროა და სჭირდება მას ეგეთი ტიპის ორგანიზაციები, მაშინ როდესაც საერთაშორისო საზოგადოებაში ძალიან კარგად არის ცნობილი უკვე ვთქვათ აქ რა მდგომარეობა, ეგ კიდე ცალკე საკითხი, არ ვიცი, შეიძლება არც დაჭირდეთ უბრალოდ და აღარც იყოს საჭირო მაგ მიმართულებით კონგოების შექმნა საქმიანობა. თუმცა იმ მიმართულებით როგორც ჩვენ მუშაობდით არ მგონია რომ რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციამ იმუშაოს. სწორედ ეს იყო მათი მიზანი, ჩვენი აგენტებად გამოცხადების და შემდგომში ჩვენი ფუნქციონირების შეწყვეტის, რომ ესეთი საქმეები აღარ წასულიყო საერთაშორისო დონეზე მინიმუმ, ან თუნდაც ქვეყნის შიგნით ძალიან ბევრი საქმე გვაქვს მოგებული და მან საინტერესო ისიც არის, აი ის რაც რაღაცა მე საერთაშორისო წასულა, ნუ ქვეყანაში სასამართლოს პრობლემა და მართლმსაჯულების პრობლემა, რო ძალიან დიდი ხანია გვაქვს გასაგები, მაგრამ მე უკვე სტრასბურგის გადაწყვეტილებები თუ სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმები, რომლებსაც იყენებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მიმართავდნენ და ეს ამ გზით იცავდნენ უფლებებს, როგორი იყო პრაქტიკა მე ამ გადაწყვეტილებების აღსრულების, როგორია ახლა და რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს მაგ ნაწილშიც თუ ოცნება შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ხო, მაგაზე ხა წინასწარ რა თქმა უნდა რთულია ცოტა თქმა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ბოლო დროს ისედაც მხოლოდ რაღაც ფინანსური ნაწილი სრულდებოდა უფრო მეტად, ვიდრე ვთქვათ რაღაც ძირეული ცვლილებები მოყვებოდა ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რაღაც საქმეები და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ვთქვათ სტრასბურგის სასამართლომ რომელიმე საქმეზე დაადგინა დარღვევა, მას ამ ფინანსურ ნაწილს მოყვებოდა მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც უნდა შეესრულებინა ხომ სახელმწიფოს პოლიციის გადამზადებას, სენსიტიურობის გაზრდა და ასე შემდეგ და რაღაც დონეზე კეთდებოდა რაღაც საქმეებთან დაკავშირებით. ესეც უნდა აღინიშნოს, თუმცა ეხლა ამ ბოლო დროს ხო ცოტა არ იყოს რაღაც ამ ფინანსურ ნაწილამდე დავედით და ეს ცვლილებები ხო, ეს შეიძლება ყოფილიყო მაგალითად საქმეებზე გამოძიების განახლება, ან ვთქვათ ხო რაღაცა კონკრეტულ საქმეებზე, როდესაც ვთქვათ სახელმწიფოს მხრიდან ან ძალის გადამეტებას ქონდა შემთხვევას შემდეგ ასევე შეიძლება ყოფილიყო ვთქვათ, როდესაც სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს რაღაცა კონკრეტული საქმე, შეიძლება ვთქვათ მინისტრთა კომიტეტის წინაშე დაყენებულიყო შუამდგომობა, რომ ის ზოგადად რეფორმა განხორციელდეს კონკრეტული მიმართულებით, რომ მთლიანად სფერო გაუმჯობესდეს, იმიტომ რომ ამ საქმემ ისეთი ტიპის პრობლემა ამოაგდო, რომელიც ერთ საქმეში არ არის, ხო, და არის სისტემური, მაგრამ ხო, ეს მე ჩემი ორგანიზაციის გამოცდილებიდან რასაც ვადევნებთ ბოლოს თვალს, შემიძლია გითხრათ, რომ ანუ მართლა ფინანსურ ნაწილზეა კომპენსაციაზეა დასული და უბრალოდ სხვა თემებს არ აღასრულებენ. აი ახლა მაგალითად იგივე ჩვენ მქონდა ერთ-ერთი მაია ბაქრაძის საქმე, რომელიც ყოფილი მოსამართლე და
აი კლანის ძალაუფლების დალაგების პერიოდში არ გადანიშნეს თანამდებობაზე და საქმე მოიგო, სადაც დისკრიმინაციაზე დაობდა, იმიტომ რომ ამ მისი კრიტიკული პოზიციების გამო რაც სასამართლოს მიმართ აჟღერებდა, თქვა თანამდებობაზე არ დაინიშნა და იქ თქვა ერთ-ერთი მოთხოვნა მათ შორის შეიძლება იყოს, რომ ეს იმდენად სისტემური პრობლემაა, რომ სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა არის ამისთვის საჭირო, მაგრამ როგორ წარმოგიდგენია ახლა ქართულ მოსწრებამ სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა განახორციელოს, როდესაც ამ რეფორმის მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან მათ შორის იყო ერთ-ერთი მთავარი დამაჩქარებელი, ვთქვათ, იმის რომ ოცნებამ უარი თქვა პრინციპში ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი, რომლის რამ ფორმით შენარჩუნებასაც ცდილობს სასამართლო. მთავარი ამბავი ეს არის, იმიტომ რომ სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად სასამართლო არის მთავარი საყრდენი, ზოგადად ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმებისთვის და რა თქმა უნდა ოცნებისთვისაც. და რეალურად სასამართლო უნდა იყოს ის ორგანო, სადაც ადამიანს უკვე გააქვს იმის მოლოდინი, რომ თუ თქვათ საპოლიციო ძალები იგივე დაარღვევს შენს უფლებებს, იქ სასამართლოში დაგხვდება მოსამართლე, რომელსაც ამ ყველაფერზე რეაგირება ექნება და სწორი და სამართლებრივი რეაქცია ექნება, თუმცა ხო, ამ ბოლო დროს ცოტა ამ ნაწილშიც ძალიან გაგვირთულდა სიტუაცია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მაგალითად ადმინისტრაციულ საქმეებზე, იგივე ვთქვათ აქციის საქმეებზე, მე პირადად მქონია ესეთი შემთხვევა, რომ ძალადობის კვალი ეტყობოდა ადამიანს, იქვე უთქვამს, რომ ცემა პოლიციამ და ჩემზე იძალა და თუმცა მოსამართლე ამ დროს ეუბნებოდა ხშირ შემთხვევაში, რომ ეხლა მე ამას არ ვიხილავ და მოდი მივუბრუნდეთ რაღაც ადმინისტრაციულ პროცესს. ეს ყველაფერი ხა სამართლებრივადაც და ადამიანური კუთხითაც ძალიან მძიმეა ყველასთვის, ჩვენთვის განსაკუთრებით იურისტებისთვის ეს ნაწილი, იმიტომ რომ რეალურად როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში მთავარი ქვაკუთხედი ეს არის ადამიანი და მერე იწყება უკვე იქ სამოქალაქო სისხლი, ადმინისტრაციული და ასე შემდეგ და ხო, ეს ამ პროცესებმაც გამოაჩინა რაღაც დონეზე ეს დამოკიდებულებები მაგალითად თუნდაც მოსამართლეების მხრიდან. ხო, მომავალს რაც შეეხება თვითონ ამ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების, ჩვენ ვიცით რომ საპარლამენტო ასამბლეაში ჯერჯერობით საქართველოს დელეგაციის სტატუსი შეჩერებულია და ეს არც იყო პრინციპში მოულოდნელი, მაგრამ უშუალოდ იმას ახლა რამდენად საერთოდ გამოვა თუნდაც ევროსაბჭოდან საქართველო რთული სათქმელია, თუმცა მე ვიტყოდი რომ გამორიცხული არაფერი არ არის და მათთვის ასევე უნდა აღნიშნო ისიც რომ წლების განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და სტატისტიკა იყო ძალიან კარგი მანიპულირების თემა და ძალიან ხშირად დაპელილებდნენ მაგალითად რომ აი 2012 წლის მერე როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში ძალიან დაიკლო საჩივრების რაოდენობა, რაც სტრასბურგში არის წარდგენილი და ეხლა უკვე მიმდინარე მოვლენების ფონზე რომ ფაქტია რომ ეს საჩივრები მოიმატებს და აუცილებლად მოიმატებს, ხო? იმიტომ რომ ამ თემაზე მუშაობენ ადამიანები და ორგანიზაციები, მათთვისაც ძალიან არაკომფორტულია, ესე ვთქვათ, მათი ამდენი ხანი ერთ-ერთი სერიოზული პროპაგანდისტული არგუმენტი იყო, რაც ქონდათ და მეორე მხრივ, თუმცა მეორე მხრივ შესაძლებელია თუ ფინანსურ ნაწილს აღასრულებენ მხოლოდ და ვთქვათ დანარჩენ ნაწილში პრობლემა არ შეექმნებათ, ანუ შესაძლებელია უბრალოდ ფორმალურად ესეც დარჩეთ, იმიტომ რომ ანუ ეს მათი არსებული იზოლაციის კიდე უფრო გააზრდა იქნება, რაც ეგ უკვე პოლიტიკური მოსაზრებების და დებატების თემაა, რამდენად სჭირდება ეგ ქართულ ოცნებას. აი ახლა რაღაც საუბრობარი რომ შევაჯამოთ იმით ორ სხვადასხვა მოლოდინზე თუ პერსპექტივაზე რომ ვისაუბროთ, ერთი ქართული ოცნება რჩება ხელისუფლებაში და რაც შეიძლება ნიშნავდეს ეს ადამიანის უფლებებისთვის, რაც შეიძლება ნიშნავდეს ეს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც შეიძლება რაღაც საკუთარი უფლებების დაცვა დასჭირდეთ რაღაც მომენტში და მერე უკვე ვისაუბროთ ქართული ოცნება თუ წავა, ამ შემთხვევაში რა წერტილიდან უნდა დავიწყოთ ისე ვათვლა. ჯერ ვისაუბროთ იმაზე, როგორია მოლოდინები თუ პერსპექტივები თუ ქართული ოცნება რჩება. ხო, ძალიან მოკლედ გავაკეთებ ამაზე კომენტარს პრინციპში. პირველ რიგში, ჩემი აზრით, იმისთვის, რომ ადამიანებს ნდობა დაუბრუნდეთ სამართალდამცავი ორგანოების, პოლიციის და ასე შემდეგ, ყველა საქმე უნდა იქნეს სათანადოდ გამოძიებული და ეს პირები პასუხისგებაში მიცემულები. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ გავრილოვის ღამიდან იგივე მოყოლებული არც ერთ პირზე არც ერთი პირი არ ყოფილა პასუხისგებაში მიცემული და შესაბამისად ეს დაუშალობის განცდა და ეს
უსამართლობის განცდა ძალიან დიდია და გროვდება და დაგროვდა უკვე საზოგადოებაში. ამის საპირწონეთ თან ხედავთ იმასაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვათ არ აღიარებს ამას სახელმწიფო, სტატისტიკაც მოწმობს იმ ყველაფერს, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სტატისტიკაც იზრდება ქვეყანაში. თუნდაც სულ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა 2024 წლის სტატისტიკა და ვხედავთ, რომ წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. ასევე გაზრდილია შემოგავებელი ორდერების რაოდენობა. ხო, სამწუხარო რეალობა გვაქვს, ასევე თუნდაც მედიით გავრცელებული ინფორმაცია და პრინციპში თვითონაც ადასტურებენ, ხედავთ, რომ ყოველდღე რაღაც ბევრი დანაშაული ხდება ქვეყანაში, განსაკუთრებით იმატა ისეთმა დანაშაულებმა, როგორიც არის თუნდაც მკვლელობა, ან თვითმკვლელობამდე მიყვანა, ან ოჯახური ძალადობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უკვე ძალიან ცხადყოფს ჩვენს მდგომარეობას, რა მდგომარეობა გვაქვს რეალურად ამ კრიმინალური სიტუაცია, როგორი გვაქვს ამჯერად ქვეყანაში. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თუ არ შეჩერდა, კიდევ უფრო გაიზრდება და მიაღწევს რაღაცა უმაღლეს ნიშნულს, რომელსაც შემდგომში რა თქმა უნდა ესეთი ეფექტები ექნება. ხო, კი, მეც ვეთანხმებით ამას, უბრალოდ აქ თემა შეიძლება გქონდეს ის, რომ აქ შემოდის ერთი მეორე მხრივ ასევე მედიის და სამოქალაქო სექტორის უდიდესი როლი, რომელიც თუ ესეთი ესეთი სიტუაცია გაგრძელდა, უბრალოდ დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი ამ ქვეყანაში აღარ იქნება და ერთი მხრივ არც წყარო იქნება, რომელიც საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების თაობაზე და მეორე არც ის ორგანიზაციები იქნებიან, რომლებიც ამ საქმეს შესაბამის მსვლელობას მიცემენ და სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებენ და საერთაშორისო საზოგადოებას მათ შორის მიაწვდიან ინფორმაციას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. და რა თქმა უნდა, ეს იქნება, ანუ აუცილებლად დამძიმდება ეს სიტუაცია, მაგრამ დამძიმდება ისე, რომ შეიძლება საზოგადოებამ ამაზე რეაგირება ვერ ჰქონდეს. და მეორე მხრივ თუ თქვათ ქართული ცნება ასევე ხელისუფლებაში დარჩა, ამის მეორე უარყოფითი ეფექტი, რაზედაც ბევრი საუბრობს საზოგადოებაში, ეს შეიძლება იყოს ასევე გადინება მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რა ხო, რაც უკვე დაწყებულია და ასევე დარჩენილი ნაწილის მიმართ, არ ვიცი, სტატისტიკაზე შეიძლება იმდენი გავლენა აღარ მოახდინოს, ხო, რთული სათქმელია, მაგრამ ხო, აუცილებლად რა თქმა უნდა შედეგი უარყოფითი იქნება, ეს იმიტომ არა აუცილებლად რომ რაღაცა ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს ყველაფერი ან რაღაცნაირად ჩვენ არსებულ მდგომარეობას რაღაცნაირად ემოციურად თუ გადაჭარბებულად ვაფასებთ. არა, ესე ხდება ზოგადად ესეთ ტიპის რეჟიმებში და იმიტომაც არის, რომ საზოგადოების კრიტიკული ნაწილი თუ სამოქალაქო სექტორი იქნება თუ აქტივისტები თუ დამოუკიდებელი მედია ამდენს იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანაში რამენერად ეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები ან გადარჩნენ ის ინსტიტუტები, რომლებიც შემორჩენილი არის, მინიმუმ იმიტომ, რომ საზოგადოებას კონდეს ინფორმაცია და საზოგადოება იყოს ფხიზლად. თუ ეს ყველაფერი აღარ იარსებებს და გვექნება ეყოლება ერთპარტიული რეჟიმი, რომელსაც ყველა ინსტიტუცია თვითონ თავის ხელში აქვს მოქცეული და არავინ გამკონტროლებელი, თუნდაც ინფორმაციის მიმართულებით არ ყავს, ცხადი აქვს დაუსჯელობის სინდრომი, ყველაზე დიდი კატალიზატორი იქნება ადამიანების მხრიდან, ესე ვთქვათ, სხვადასხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ეს ადამიანის ბუნებაა ესეთი, რომ დაუსჯელობის სინდრომის დროს, როდესაც მას გამკონტროლებელი არ ყავს, ის გაცილებით უფრო მეტად შეიძლება იყოს მიდრეკილი, როდესაც ახალისებულია მით უმეტეს ეს ყველაფერი. და დავინახეთ კიდეც რეალურად სტატისტიკა ცხადყოფს იმ ყველაფერს, რომ იმატა ამ სიტუაციამ და იმატა თქვა დანაშაულებმა და სამართალდარღვევებმა და ასე შემდეგ. ნუ ერთის მხრივ აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ ეს მთელი საპოლიციო რეჟიმი მიმართულია რაღაც გზა გადაიკეტა თუ არა ამის დასადასტურებლად და ამაზე იხარჯება ძალიან დიდი რესურსი, როგორც სასამართლოში, ასევე რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გულისხმობ, თუმცა ამ დროს გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო სხვა მხრივ, რომელიც არ კეთდება. შეეხება უკეთეს სცენარს. ხო, უკეთეს სცენართან დაკავშირებით მე ვიტყოდი ალბათ, რომ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო, ასე ვთქვათ, რამოდენიმე რეჟიმი
გავუშვით, ხო, ესე ვთქვათ. და არც ერთ პერიოდში ამ გადაბარების პროცესში, ესე ვთქვათ, საზოგადოების მხრიდან ფართომასშტაბიანი რეფლექსია, რომელსაც შემდგომი მიეცემოდა ვთქვათ რაღაცა კონკრეტული ჩარჩო და ის იქნებოდა შეფასებული და სამართლებრივად იქნებოდა ვთქვათ ამაზე პასუხი გაცემული თუ საზოგადოება შეთანხმდებოდა რაღაცა ძირეულ საკითხებზე რომ აი ეს მეორედ აღარ უნდა მოხდეს აი ესეთი დიდი ფართომასშტაბიანი ვთქვათ რეფლექსია ეს ამისთვის მაგალითად სამართალში არსებობს გარდამავალი მართლმსაჯულების მექანიზმები ესეთი რაღაცა არასდროს არ ყოფილა და რაღაცნაირად თითქოს წრეზე დავდივართ ყოველი აი მომდევნო ესეთი რეჟიმის ჩამოყალიბების პროცესში. ხარ ცდილობა რომ 12 წლის შემდეგ დაიწყეს რაღაც საგამოძიებო კომისია შეიქმნა. ხო, ცხადი ეგეთ ფარს არ გულისხმობ, საუბარია იმაზე რომ ალბათ ძალიან თუკი ოდესმე ყოფილა ამის საჭიროება, ყველაზე მწვავედ ამ პერიოდში იქნება საჭიროება, რომ აბსოლუტურად ყველა ტიპის ეს დანაშაული იქნება თუ გადაცდომა თუ ასე შემდეგ, უნდა იქნას გამოძიებული, უნდა იქნას ამაზე დამოუკიდებელი ორგანოების მიერ პასუხი გაცემული და ასევე ანუ ფუნდამენტური რეფორმები უნდა მოხდეს ყველა იმ სტრუქტურის, ყველა იმ სახელმწიფო ინსტიტუციის, რომელიც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ადამიანის უფლებათა დარღვევაში და რომელსაც პირდაპირ ვალდებულება აქვს იმისი, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები და ზოგადად საზოგადოება დაიცვას და ეს ინსტიტუციები, განსაკუთრებით სასამართლოზე აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება პირველ რიგში, აი სამართალდამცავი სტრუქტურები და სასამართლო, თუკი ეს ყველაფერი ძირფესვიანად და თავიდან არ იქნა აშენებული სათანადოდ შეიძლება ჩვენ აბსოლუტურად მოსავალნელია რომ იმავე წრეზე წავიდეთ რა წრეზედაც ამდენი ხანია უკვე დავდივართ. ამიტომ ეს არის აუცილებელი, მაგრამ მხოლოდ ინსტიტუციების რეფორმა ჩემი პირადი მოსაზრებით არ იქნება საკმარისი და ამას საზოგადოებამ უნდა მისცეს შეფასება და შეთანხმდეს რაღაც დონეზე რომ ეს მეორედ ამ ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს. ვიზიარებ ამ შემთხვევაში ანას მოსაზრებას სრულად და მეც იგივე აზრი მაქვს და როგორც ასევე დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოები მაგალითად რაც გვაქვს და რეალურად რაც რომ კონდეს რომელიც ახორციელებდეს თავის ფუნქციას ჯეროვნად არც ვიქნებოდით პრინციპში იმ სიტუაციაში რაშიც ახლა ვართ ხომ იგივე სპეციალური საგამოძიებო სამსახური რომელიც საერთოდ დამოუკიდებელი ორგანოა და თავის დროზე იმიტომ იყო შექმნილი რომ მოეძიებინა სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან ჩადენილი დანაშაულები, პირების მხრიდან ჩადენილი დანაშაულები. ხო, ეხლა ვხედავთ იმას, რომ გამოძიებას ატარებენ, მოწმეებს კითხავენ, დაზარალებული სტატუსს გვაძლევენ, საგამოძიებო ორგანოები მოქმედებები მიგეგმება და შეიძლება ტარდება კიდეც ხშირ შემთხვევაში, თუმცა შედეგი რა არის ამის, ხომ? იგივე გენერალური პროკურატურა, რომელიც ასევე ცალკე უწყება არის და დამოუკიდებელი არის და წესით არ უნდა გქონდეს ხო გავლენა ანეკდოტად არის თითქოს ჩამოყალიბებული, აი გამოძიება დაიწყო, ეს წინადადება, რომელსაც ანუ არასოდეს შედეგი არ მოხდება. როგორ შეიძლება ფუნქციონირებაზე როცა ვისაუბროთ მაგალითად ძალიან მარტივად იმაზე, რომ თუ ყავს 400-მდე დაზარალებული პირი, როგორ არ შეიძლება დამოუკიდებელმა ორგანომ, იგივე პროკურატურამ ერთ ადამიანს მაინც ბრალი ვერ წაუყენო, ხომ? გამოდის რომ სათანადოდ ვერ გამოიძიეს ეს საქმე, ან არ გამოიძიეს, ხო? აქ ეს უკანასკნელი უფრო რელევანტური ამ შემთხვევაში ხო მე ცოტა უფრო შორსაც წავიდოდი ასევე და ვიტყოდი წახანი და აღნიშნა და თამავისდა რაღაცნაირად რომ ანუ ის სისტემა რომელიც მათ შორის ბატონი ირაკლი კობახიძის თაოსნობით შეიქმნა საქართველოს კონსტიტუციაში რამაც ესე თქვა საპარლამენტო რესპუბლიკა რაც არ არის მე ვიტყოდი სწორად ასევე გაკეთებული ხანუ ძირეულ დონეზე უნდა გადაიხედოს მათ შორის რაღაცეები და რასაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მათ შორის ამ ქვეყანაში ეს ხელისუფლებაც აკეთებდა შეიძლება ვთქვათ არის ის რომ კონტექსტის თუ ამ ქვეყნის და ამ საზოგადოების კონტექსტი არ გაითვალისწინე და ამას შესაბამისი ანუ ინსტიტუციურ მოწყობაზე ეს შემდგომში არ აისახა სათანადოდ სხვა შემთხვევაში ანუ სხვისგან გადმოღებული სისტემა შენთან როგორი მოქმედებს ეს არავინ არ იცის სულ რომ კეთილი ზრახვები გქონდეს შეიძლება ამან საერთოდ არ გაამართლოს ხო ამას ეს მათ შორის თვითონ მოქონდათ ხო მაგალითებად რომ აი გერმანიის რაღაცა კონსტიტუცია და იმის ეს და აი ამერიკული ფარა და გერმანული ის და ამის ეს ანუ ქართული კონტექსტი ამ ქვეყნის და ამ საზოგადოების მახასიათებლებისგან ოპტიმალური
შედეგი, რომელიც ისეთ კონსტიტუციურ სამართლებრივ სისტემას შექმნის ამ ქვეყანაში, სადაც ერთ პარტიას არასდროს აღარ ექნება შესაძლებლობა, რომ ყველა ინსტიტუცია დაიმორჩილოს და ამას ის ინსტიტუტები უნდა აღუდგნენ ზუსტად წინ, რომელიც დამოუკიდებლად და დამოუკიდებლად მათ შექმნაში და ჩამოყალიბებაში უნდა შეასრულოს საზოგადოებამ. და უწყებების გარდა ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს სულ ორი სიტყვით ვიტყვით, აი როგორი იყენებდა მაგალითად სკოლებს, ბაღებს და ასე შემდეგ, ხო, აი სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს პარტიულობისგან ეს ინსტიტუტები, ხო? და აი ჩვენ ვხედავთ, რომ თითქოს ყველა ინსტიტუტი ჩართულია და აი ჩათრეულია ამ სისტემაში და ამ ყველაფერში და ამისგან უნდა გავთავისუფლდეთ, ალბათ პირველი ეს იქნება ყველაზე ესეთი გადადგმული ნაბიჯი, რომ ვიღაცის ინტერესებს ყველა უწყება არ ატარებდეს და არ ერგებოდეს, იმიტომ რომ თუნდაც ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს სამსახურიდან გათავისუფლებული იგივე მერიიდან, პრობაციის აგენტოდან და ასე შემდეგ, ის ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ განსხვავებული აზრი ჰქონდათ და რაღაც წერილობით მიმართეს, ვთქვათ, თავიანთ ხელმძღვანელებს. ხო, აი ეს ყველაზე მეტად დამღუპველი არის და ალბათ ყველაზე კარგი სცენარი იქნება ამისგან გათავისუფლება, რომ ადამიანს არ გეშინოდეს საკუთარი აზრის გამოხატვის და არ იყო, ესე ვთქვათ, სისტემის მსხვერპლი და არ იყო მიჯაჭვული სამსახურს და სისტემას იმდაგვარად, რომ გინდოდეს თქვათ აზრის გამოხატვა და ვერ გამოხატავდი, ან გამოხატვის შემთხვევაში ესე სრულდებოდეს შენი კარიერა და რაღაც მომენტებში პირდაპირ ცხოვრებაც. პრინციპში გარდაქმნები, რომელიც არ მომხდარა არასდროს, ესე უნდა მოხდეს კოსმეტიკური ცვლილებების იქეთ და პოლიციის გამჭვირვალე შენობების იქეთ. ეგ არის აუცილებელი, რომ ანუ ისეთი რაღაცა უნდა გააკეთოს ამ საზოგადოებამ, რაც ამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ფაქტობრივად არ მომხდარა და ჩვენც არასამთავრობო სექტორმა ჩვენი როლი უნდა ვითამაშოთ და ჩვენ თვითონაც უნდა განვითარდეთ რაღაც მეტად, ან თქვათ ცვლილებები თუ იქნება საჭირო განვახორციელოთ. მთლიანად მოკლედ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო ესე დავასრულებდი და თუ საშუალება იქნება და ამ პროცესში ყველამ უნდა შევიტანოთ საკუთარი წვლილი. ეს იქნება ყველაზე კარგი სცენარი. სამართლებრივი სახელმწიფოს ქონა, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი ესეთი ის არის. ბატონო, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საუკეთესო სცენარის გზით წავალთ, მიუხედავად იმისა, რომ მრავალწლიანი მძიმე შრომა იქნება. სულ ეს იყო დღევანდელი ეპიზოდი. დიდი მადლობა 64-ს ტექნიკური მხარდაჭერისთვის, სივრცის დათმობისთვის. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ.